როგორ ფიქრობ, აი პირადად შენ თუ ხარ რომელიმე პროპაგანდის გავლენის ქვეშ და შენი აზრით რამდენი ადამიანი უპასუხებს ამ შეკითხვაზე კი ვარო? იდეოლოგიური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი თავად ამ გავლენას ვერ აფიქსირებს. ახალ სამყაროში, სადაც პროპაგანდაა მეფე, სადაც მილიონობით მცდარ ინფორმაციას უყურებს დღეში თვალი, სადაც რადიკალი ლიდერები მაღალ შედეგებს აჩვენებენ არჩევნებში, აგერ ევროპაშიც კი. როგორ უნდა დაუპირისპირდეთ პროპაგანდას და როგორ უნდა დავიცვათ თავი მისგან? ბევრს გონია, რომ მაღალი ინტელექტი და განათლება დაიცავს იდეოლოგიური გავლენისაგან. სამწუხაროდ არა, პირიქით. იელის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა, სადაც შეადარეს ორი განსხვავებული ჯგუფი ერთმანეთს, კონსერვატორები და ლიბერალები. დაშვება ის იყო, რომ კონსერვატორები უფრო ჩაკეტილი აზროვნების იქნებოდნენ და უფრო მიკერძოებულად გადათარგმნიდნენ პოლიტიკურ მოვლენებს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა. ორივე ჯგუფში ერთნაირი იყო საშუალო IQ და ორივე ჯგუფმა ერთნაირად არაობიექტურად გადათარგმნა იდეოლოგიური ფაქტები. მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ რაც უფრო მაღალი იყო ადამიანის ინტელექტი ორივე ჯგუფში, მით უფრო მიკერძოებული ხდებოდა ფაქტების აღქმისას. ანუ იდეოლოგია კი არ ხდიდა მას სუბიექტურს, თავად თავისივე ინტელექტი უბიძგებდა მას გამხდარიყო არაობიექტური. ეს შედეგი მრავალმა სხვა კვლევამაც დაადასტურა. რატომ ხდება უფრო ჭკვიანი ადამიანი უფრო მიკერძოებული? იმიტომ რომ ინტელექტუალები უფრო რთულად იცვლიან აზრს. აი შენი აზრით, რომელი უფრო იოლად შეიცვლის აზრს? პროფესორი, რომელიც ამ თემაზე მრავალი წელია ლექციებს კითხულობს, თუ ვენახში მშრომელი გლეხი, რომელსაც ცოტა ინფორმაცია აქვს ამ თემაზე? რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ცოდნა გაქვს საკითხზე, მით უფრო რთულად იცვლი აზრს, რადგან შენი ჭკვიანი ტვინი იგონებს ძალიან ბევრ არგუმენტს, რომ დაგარწმუნოს საკუთარ სიმართლეში. მეტი არგუმენტით კი უფრო თავდაჯერებული ხდები. რაც უფრო თავდაჯერებული ხარ, მით უფრო ნაკლებად უსმენ საპირისპირო აზრს. რაც უფრო ნაკლებად უსმენ საპირისპირო აზრს, მით უფრო წმუნდები შენ სიმართლეში და რაც უფრო წმუნდები შენ სიმართლეში, მით უფრო თავდაჯერებული ხარ და ფსიქიკის აი ამ ლუპში ადამიანს ძალიან უჭირს რომ აღიაროს რომ ცდებოდა. შეცდომის აღიარებას ურჩევნია 1000 ახალი არგუმენტი მოიძიოს, რომელიც გაამართლებს მის მოსაზრებას. რატომ არის ადამიანის ფსიქიკა ასე მოწყობილი? იმიტომ რომ ტვინი არ განვითარებულა იმისთვის, რომ სიმართლე აღმოაჩინოს. ის მუშაობს იმისთვის, რომ გადარჩეს. და გადარჩენისთვის სოციალურ არსებას ჭირდება, რომ სხვები აღიარებდნენ. და თუ ადამიანმა დაიჯერა, რომ პატივს იმიტომ ცემენ, რომ ჭკვიანია, მაშინ მისთვის შეცდომის აღიარება იდენტობის და ღირსების დაკარგვის ტოლფასი ხდება. ინტელექტუალისთვის გადარჩენის საკითხია იყოს შეუცდომელი. ანუ ნაკლები განათლების მქონე ადამიანს კი ნამდვილად უფრო მოატყუებს უფრო ჭკვიანი, მაგრამ თავად ჭკვიანს ყველაზე იოლად აბრიყვებს საკუთარი ინტელექტი, რადგან ის მუდმივად უმტკიცებს, რომ მართალია, ჭკვიანია და იმსახურებს ადგილს საზოგადოებაში. და თუ შენ ამ მომენტამდე ამ ვიდეოს უყურე, დიდი ალბათობაა შენ გქონდეს საშუალოზე მაღალი ინტელექტი. ესე იგი შენს გაქვს რისკი მოექცე ამ მიკერძოების ხაფანგში. მე თუ ეს ვიდეო ჩავწერე, თავისთავად ხომ მეც. ამიტომ, როდესაც მიყურე პირველი დაშვება ის უნდა გააკეთო, რომ დიდი ალბათობა მევცდებოდე და მატყუებდეს საკუთარი ტვინი. თუ ამ დაშვებას გააკეთებ, მერე გამოიწირე ჩემი არხი და უყურე სხვა ვიდეოებსაც, ოღონდ იმავე დაშვებით. ეს არ არის მარკეტინგული ხრიკი, ამას მთელი გულწრფელობით ვამბობ, რადგან რაც კი რაიმე ნეირომეცნიერული კვლევა მინახავს ამ საკითხზე, ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ძლიერი შემაფერხებელი არის მისი მუდმივი სურვილი ეძებოს დასტურები. დასტურების ძებნის სურვილი ადამიანის ისეთივე ბიოლოგიური მოთხოვნილებაა, როგორც ჭამა, სექსი, სიყვარული და ისა აქვს ყველა ადამიანს, მაგრამ ეს დასტურების ძებნა გაცილებით ძლიერია ინტელექტუალურ ადამიანებში. არადა თუ ოდნავ დავფიქრდებით, მიხვდებით, რომ რაც უფრო ჭკვიანი ადამიანი, მით უფრო ხშირად უნდა აღიარებდეს, რომ ცდებოდა, რადგან გონიერმა იცის, როგორ მუშაობს ტვინი და რომ ყველაზე მნიშვნელოვანია პირველ რიგში გადახედო შენ საკუთარ აზრებს და მერე გადახედო სხვებისას. ამის გაკეთება სჭირდება საკუთარ თავზე მუშაობა, პერსონალური განვითარება იმისთვის, რომ გქონდეს შინაგანი სიმშვიდე, გქონდეს ემოციური სიძლიერე, რომ ადვილად აღიაროს საკუთარი შეცდომები. იმ ადამიანს ტყუილა კი არ შეარქვეს ბრძენი, ვინც თქვა მე ვიცი, რომ არაფერი ვიციო. ამიტომ ძალიან კარგი იქნება ხშირად დაუსვათ ჩვენ თავ შეკითხვა, რატომ ჯერა იმისი, რისიც მჯერა? რატომ ვარ დარწმუნებული, რომ მართალი ვარ? ხომ არ ვუყურებ, განგებ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემ მოსაზრებებს და პირდაპირ შეტევაზე ხომ არ გადავდივარ მოსმენის ნაცვლად. როცა თვალწინ იცვლება სამყარო, თან იცვლება სწრაფად ავტოკრატიისკენ, რადიკალიზმისკენ, ნაციზმისკენ. You have to be thankful. You don't have the cards. ძველი განათლებით, ძველი მეთოდებით, ძველი მიდგომებით ბრძოლა სახიფათო ხდება, რადგან ასეთ დროს დიდია რისკი გავხდეთ სასარგებლო იდიოტები და მოვემსახუროთ ისეთ პროცესებს, რომელიც ჩვენთვისვე საზიანო იქნება. იმიტომ რომ შეცვლილ სამყაროს სრულიად ახალი მიდგომების და აზროვნების ჩამოყალიბება ჭირდება. სწორედახლაა დრო ისე შემოვატრიალოთ, ანუ დავსპინოთ ჩვენი სათქმელი მიდგომა აზრი, რომ თანამედროვე სამყაროს ახალ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხოთ. თუ გაინტერესებთ, როგორ შეიძლება ძალიან ჭკვიანი ადამიანი გახდეს სასარგებლო იდიოტი პოლიტიკაში, ნახეთ შემდეგი ეპიზოდი. შემდეგ სპინამდე.